დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. მაყურებლისთვის არ იქნება სიახლე იმის თქმა, რომ ყველაზე ეფექტიანი ოპოზიციის მუშაობა აღმოჩნდა საერთაშორისო ასპარეზზე და ეს არის რეალურად ის ფორმატი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვიყოთ ერთმანეთთან კოორდინაციაში. მე ნამდვილად ვისურვებდი, რომ ამგვარი კოორდინაციის სივრცე არსებობდეს მათ შორის ქვეყნის შიგნით, მაგრამ გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში მე ამ სივრცეს ვერ ვხედავ. ამას ხელს უშლის მთელი რიგი ფაქტორები, მათ შორის ის, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მაგალითად კვლავინდებურად ირჩევს არაფოკუსის გასწორებას ივანიშვილის რუსულ რეჟიმზე, არამედ კვლავ მაგალითად წარსულზე საუბარს, ან თუნდაც ნაციონალური მოძრაობის მუდმივ კრიტიკას, ან ერთგვარი ტოლობის ნიშნების დასმას. დიახ, უმეტესწილად, არა, მე ნამდვილად დასამალი არაფერი მაქვს, თუმცა მე არ მინდა, რომ ჩემი ეს წუხილი საზოგადოებისთვის აღქმული იყოს როგორც თავდასხმა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე, იმიტომ რომ გულწრფელად მიმაჩნია, მთელი არსით მიმაჩნია, რომ დღეს არ არის ამგვარი დაპირისპირების დრო. მაგრამ ჩვენი მხრიდან ასეთი დამოკიდებულება, ერთგვარი თმენის ვალდებულების პასუხისმგებლობის გააზრება, ასეთ ეგზისტენციალურ ბრძოლაში და ამ ეგზისტენციალური ბრძოლის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც მართლა გზა გასაყარზე ვდგავართ, როდესაც ქვეყანა ბოლომდე გადაიჩეხება ავტოკრატიის უფსკულში, ან ჩვენ ერთიანი ძალებით ვიხსნით ჩვენ ქვეყანას, ეს თავშეკავებულობა ნამდვილად არ უნდა მიიღოს ვინმემ როგორც კარტ ბლანში იმისთვის, რომ გაახმოვანონ კრიტიკა, რომელსაც პასუხი არ მოყვება, იმიტომ რომ ჩვენც ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია რომ გავიხსენოთ და ამ შემთხვევაში სხვათა შორის არა წარსულიდან და არამც ახლო წარსულიდან, მათ შორის ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის პერიოდში, არამედ დღევანდელი დღიდან. როდესაც მაგალითად გახარიას პარტიის წარმომადგენლები უარს აცხადებენ, რომ რეჟიმის არალეგიტიმურობისთვის სიცხადის შესაძენად მათაც დაწერონ განცხადებები არალეგიტიმური პარლამენტის სახელზე და მოითხოვონ მათი მანდატების შეჩერება. გასაგებია, რომ რესურსების ერთგვარი შიმშილია პოლიტიკურ სპექტრში და აქ მეც უნდა ვთქვა და საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ არც ჩვენ, არც მე პერსონალურად და ზოგადად ნაციონალური მოძრაობა ნამდვილად არ გამოირჩევა ზღვა რესურსების არსებობით და ეს სხვათა შორის მათ შორის არჩევნებზეც გამოჩნდა, სადაც შეგიძლიათ რომ ნახოთ ოფიციალური დანახარჯები, მაგრამ გვესმის რომ ამ ბრძოლაში გაცილებით უფრო მაღალი მნიშვნელობის საკითხებია, ვინდრე თუნდაც ის რესურსების შიმშილი და მასთან გამკლავება ისევ ერთიანი ძალებით, ვიდრე ის რომ ახლა გახარიამ შეინარჩუნოს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამ დროს ისევ მუდმივად ისრები გადმოიტანოს მაგალითად ნაციონალური მოძრაობისკენ, რომელიც 12 წელია ამ ბრძოლაშია. მე პირადად 12 წელია ამ ბრძოლაში ვარ. მე პირადად მაშინაც ოპოზიციაში ვიყავი, როდესაც გიორგი გახარია გვარბევდა, ოჯახის წევრებს გვიჭერდა, ოჯახის წევრებს სამსახურებიდან ათავისუფლებდა და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრ რამეზე შეგვიძლია საუბარი და ამას არ ვაკეთებთ განზრახ. რატომ? არა იმიტომ რომ რამე დაგვავიწყდა, ან მოკლე მეხსიერება გვაქვს, ან იმიტომ რომ რაღაც ლექსიკური ერთეულები გვაკლია იმისთვის, რომ თავი მოუყაროთ კრიტიკას მისდამი. არა. იმიტომ რომ გულწრფელად გვჯერა, რომ დღეს არ არის გუშინდელ დღეზე საუბრის დრო, დღეს არის დღევანდელობის ადეკვატურად შეფასების დრო და ამ ადეკვატურობაში არის მათ შორის ის, რომ ამ ბრძოლაში გვერდზე გადავდოთ ყოველგვარი განსხვავებები. კი ბატონო, თინა, ამაზე თუ იყო დღეს თუნდაც დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი, იცით რატომ ვკითხულობ? აი, დღეს რომ დასრულდა ეს შეხვედრა, ყველა ამბობთ, რომ აი ერთიანები ვართ, ერთიანი პლატფორმა რაღაც და შემდეგ შეიძლება აი ამ შეხვედრის მიღმაც ისე გაგრძელდეს ერთმანეთის კრიტიკა, მაგალითად რა მაგალითების თქვენ მოიყვანეთ თუნდაც გახარიას გუნდის შემთხვევაში, ხო, აი ტოლობის დასმა, წინა ხელისუფლებას და მოქმედ ხელისუფლებასთან და ასე შემდეგ. ანუ აი ეს საკითხები რამდენად გაარჩიეთ, რომ რაღაცა მარტო საულმე ზურაბიშვილს რო შევხვდებით, მაგიდასთან არ იყოთ ერთიანები და ეს ერთიანობა კონვერტირდეს მათ შორის შორიდან, თუნდაც რაღაცა კრიტიკის დონეზე რამდენად რელევანტურად, ასე ვიტყოდი, არის ეს კრიტიკა ერთმანეთის წინააღმდეგ აი ამ შეხვედრების მიღმაც და საჯარო სივრცეში. თუ სალომე ზურაბიშვილის ეს ფორმატი
ხელს შეუწყობს იმას, რომ უფრო ურთიერთთანამშრომლობის და კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდნენ პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ქვეყნის შიგნით, მე ამას მხოლოდ მივესალმები. იმიტომ რომ თუ ხელს არ უშლის მაგალითად გახარიას რაღაცა გარედან Facebook-იდან თავდასხმები იმას, რაც დაუშვათ ზურაბიშვილთან ერთად ხდება, არ ვიცი, ეს შეიძლება რაღაცა დიდი ძალიან დიდი რაღაც ესეთი დანაშაულიც არ არის, ხო, თუ ხელს არ უშლის. ალბათ სწორად გამიგეთ, ხომ, რა ვსგულისხმობ, აი, საერთოდ თუ ისაუბრეთ ამაზე, რაღაცნაირად, აი, მორატორიუმზე თუ შევთანხმდით ერთმანეთის მიმართ, არა, ვერ ვიტყვი, რომ მორატორიუმზე შევთანხმდით. რატომ იქ თუ შეგიძლიათ დაუშვათ ზურაბიშვილთან რომ საქმეზე ისაუბროთ და მათ შორის ჩერგოლეიშვილიც იყო ამ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე არ აქვს თბილი ურთიერთობა არც ერთ იმ პოლიტიკურ ძალასთან, ხო, რომელიც მასთან ერთად ესწრებოდა შეხვედრას. ნუ თუ იქ შეგიძლიათ საქმის კეთება, რა ვიცი, მის მიღმა რა სიტყვის თუნდაც ჩერგოლეიშვილი ან გახარია რომელიმეზე, ეს რაღაცა დიდ პრობლემას შეიძლება არ წარმოადგენდეს თუ საქმე არ ფუჭდება. კი, იცით რა არის, ზოგადად ურთიერთ კრიტიკა თავისთავად დემოკრატიაში ბუნებრივია აკრძალული ვერ იქნება და არც უნდა იყოს, ხო? ხა თუ კრიტიკული აზრი ჩვენთვის მიუღებელია, მაშინ რით განსხვავდებით ივანიშვილისგან, რომელიც კრიტიკულ აზრს საერთოდ ახშობს და აკრობს და აპატიმრებს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. იქნება ეს მედიისგან წამოსული თავისუფალი სიტყვა და კრიტიკული აზრი თუ პოლიტიკური პარტიებიდან თუ სამოქალაქო სექტორიდან თუ არასრულწლოვანი ბავშვებისგან. ხო? ამიტომ ეს თავისთავად არ არის პრობლემა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და ყველაფერს აქვს თავისი დრო და საზღვრები. ხო? ეხლა და პრიორიტიზაციის უნარი ასევე ჩემი აზრით არის მნიშვნელოვანი რამ პოლიტიკოსებისთვის. ჩვენ შესაძლოა მათ შორის ამ რეჟიმის დასრულების შემდეგ კვლავ დაუბრუნდეთ ძალიან მწვავე კრიტიკას ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ახლა თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ ჩვენ ერთიან ბრძოლაში ვართ რუსეთის დასამარცხებლად, რუსეთის გავლენის აგენტის დასამარცხებლად საქართველოში, როგორადაც მას ახასიათებენ, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით და ამაზე მადლობა ღმერთს, რომ ახლა უკვე კონსოლიდირებულია საზოგადოებრივი პოლიტიკური სამოქალაქო მოსაზრება, არამედ ასევე ქვეყნის გარეთ, ხო, ნუ ვივიწყებთ იმ სასანქციო დოკუმენტს და იმ ფორმულირებას, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ შეეძლოთ გამოეყენებინათ ეგრეთ წოდებული მაგნიტსკის გლობალური აქტის ფორმულირება და იგივე ადამიანის უფლებათა დარღვევაში მის მონაწილეობის გამო მომხდარიყო ივანიშვილის სანქცირება, მაგრამ არა სხვა სასანქციო რეჟიმით მოხდა მისი დასანქცირება, როგორც რუსეთის გავლენის აგენტის, როგორც ადამიანი, რომელიც მუშაობს რუსეთის ინტერესების გავრცელებაზე რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში, ხო? და თუ შესაბამისად ჩვენ გვაქვს ადეკვატური აღქმა ამ საფრთხის, რომელიც მომდინარეობს საქართველოს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, ან ერთეული პოლიტიკოსის წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაშინ ჩემი აზრით ასევე გვმართებს პრიორიტიზაცია იმის, თუ რა არის დღეს მნიშვნელოვანი, ვისი კრიტიკაა დღეს მნიშვნელოვანი, როგორ უნდა მოვახდინოთ ამ კრიტიკის ფოკუსირება და ძალების კონსერვაცია, ხო? იმიტომ რომ იგივე ამ საეთერო დროს, რომელიც ძალიან ძვირფასია და სიმართლე გითხრათ, არ ვიცით ხვალდაზე რამდენად შევძლებთ ამის გამოყენებას, იმიტომ რომ ივანიშვილი ხან კანონით, ხან პირდაპირ ფიზიკური ძალადობით, ხან სხვადასხვა მფლობელებს შორის ბჭყალებში დავებით და ასე შემდეგ ლიკვიდაციას ცდილობს რეალურად დამოუკიდებელი მედიის და სანამ ჩვენ ეს შესაძლებლობა გვაქვს, მოდით გონივრულად და მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენეთ ოს დრო იმისთვის, რომ ჩვენი სათქმელი მივიტანოთ საქართველოს მოქალაქემდე. იმ ასევე უნდა გვესმოდეს თან ან რომ ამ დროს ძალიან მწყობრად, ძალიან მონოლითურად ყოველგვარი ურთიერთკრიტიკის გარეშე მუშაობს სამთავრობო მედია, რომელიც წარმოუდგენელი ნიაღვარი, საიდანაც წარმოუდგენელი ნიაღვარი იფრქვევა მუდმივად ტყუილის, სიცრუის, რუსული ნარატივის, მაგრამ ხაზის, პროპაგანდისტული ხაზის, რომელიც ძალიან მძლავრია და ამას ნუ დავივიწყებთ და ამაზე თვალს ნუ დავხუჭავთ და ნუ წავუყრუებთ თითქოს და ეს არ არის მძლავრი იარაღი საზოგადოების და ქართული ხალხის წინააღმდეგ, ხო? იგივე ეს მუდმივი ომის შიშის დანერგვა, ამას გარკვეული შედეგი აქვს და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ამ ძვირფას საეთერო დროს ვიყენებდეთ იმისთვის, რომ თქვათ სინამდვილეში რატომ არ იქნება ომი, რუსეთის ომი საქართველოში იმ შემთხვევაში თუ აქ იქნება დემოკრატიული ცვლილება. ავხსნათ ის თუ როგორ და რატომ დამარცხდა რუსეთი მოლდოვაში, რომ შევძლოთ ამ ანალოგის გაზიარება, რა მოხდა რუმინეთში და შევძლოთ ამ
ამ ანალოგის გაზიარება. რა შეიძლება მოხდეს მონლაპარაკების მაგიდასთან, სხვათა შორის სულ მალე, სადაც JD Vance, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრემიერი იქნება მიუნხენში, სადაც საქართველოს სახელისუფლებო ნაწილით აღარ იქნება პირველად წარმოდგენილი, მაგრამ იქნება სალომე ზურაბიშვილის სახით, სადაც ის ძალიან მნიშვნელოვან სათქმელს ჩაიტანს იმ თვალსაზრისით, რომ სასანქციო პოლიტიკის გაფართოვებას მოითხოვს, მაგრამ ასევე გვესმოდეს ის, რომ არსებობს ძალიან დიდი საფრთხე იმის, უბრალოდ მოკლედ რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ეს, რომ საქართველოს განხილვის საგანი არ იყოს საერთოდ იმ მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც გადაწყდება მთელი რეგიონის ბედი, არა დღეს და ხვალ, არამედ 10 წლეულების მანძილზე. და ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ, ამაზე უნდა ვესაუბრებოდეთ საზოგადოებას, ამაზე უნდა ვსჯელობდეთ და ამაზე უნდა მუშაობდეთ მათ შორის ოპოზიცია. და ამ დროს საუბრობენ 2003 წლიდან 2012 წელზე. მე ძალიან ბევრი რამ შემიძლია ვთქვა, არა მხოლოდ ამ პერიოდზე, არამედ მათ შორის გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდზე, ან შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდზე, ან ეკონომიკის მინისტრობის პერიოდზე, მაგრამ არ ვაკეთებ ამას განზრახ. რატომ? იმიტომ რომ მეხსიერება მღალატობს? არა. იმიტომ რომ მიმაჩნია რომ დღეს ჩემს ქვეყანას სხვა პრიორიტეტები აქვს. კი ბატონო და თინა ნახეთ რა მინდა გკითხოთ აი როდესაც საუბრობთ სწორედ აი ოპოზიციის ერთიან მუშაობაზე და ეს მართლაც დღეს არ დაწყებულა ჯერ კიდევ ქართული ქარტიიდან გამომდინარე ნახეთ ჩვენ ეს ერთობა სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ მაგრამ აი რა მინდა ეხლა თქვენ აუხსნათ მაყურებელს აი ჩვენ სულ ვასმენინებთ მათ თქვენს განცხადებებს ინტერვიუებს თუ ასე შემდეგ რომ აი ერთიანები ვართ მუშაობთ შიდა ფრონტზე გარე ფრონტზე და ჩვენ ხედავთ გარე ფრონტიდან შედეგებს ყოველ შემთხვევაში თქვენი მუშაობის მაგრამ აი რამდენად ხართ თქვენ მზად იმისთვის მაგალითად, არ ვიცი, აი ხვალ რომ გამოვიდეს ბიძინა ივანიშვილი და დღეს რომ თებერვალია, გითხრას რომ აპრილში ვნიშნავ არჩევნებს, ვაკმაყოფილებ ამ თავარ მოთხოვნას, რაც არის ამ აქციის, ვნიშნავ აი ამ ახალ არჩევნებს, ხალხმა გადაწყვიტოს რა როგორ იქნება. აი რამდენად ხართ თქვენ მზად იმისთვის, როგორ ტარდება ეს არჩევნები? თქვენ საუბრობთ ადმინისტრაციის რაღაცა გადახალისებაზე, ასე შემდეგ, მაგრამ აი არ ვიცი, კალენდარის რივლის ნაცვლად თუნდაც იქ ანახალია რომ დავსვათ და ესეთი ნდობა რომ გამომიცხადოთ პირობითად მე, ეს არაფერს არ შეცვლის თუ მაგალითად სუსი და ის მექანიზმები სხვა ძალადობის, რომლითაც რეალურად ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს, ისევ მათ ხელში რჩება, ხომ და არ ვიცი თუ ივანიშვილს მოვახერხეთ, რომ სუსი დავათმობინეთ პროკურატურა და ასე შემდეგ, არ ვიცი, მაშინ დაგვიმარცხებია ივანიშვილი და რაღაც გვინდა არჩევნები. ხო, აი, როგორ ემზადებით ამისთვის? აი, როგორ ხართ მზად, რომ რაღაცა იგივე სცენარს არ მივიღებთ, რაც ვნახეთ ჩვენ რამდენიმე თვის წინ ოქტომბერში. აი, ამ კუთხით რა ხდება, ის მინდა რომ ავუხსნათ მაყურებელს. ანა, სრულიად შეუძლებელია არჩევნების ჩატარება ამ თამაშის წესებით და მოლოდინის შექმნა საზოგადოებისთვის, რომ რაიმე სხვა შედეგი დადგება, ხო? ეს ხა ყველას ძალიან კარგად გვესმის. ამიტომ ამ ფარსში ივანიშვილს არავინ შეყვება და მე დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ ფარსში ივანიშვილს ნამდვილად არ შეყვება. ამიტომ გეთანხმებით, რომ მაგალითად ჩვენი ყურადღება უნდა ფოკუსირებული იყოს იმაზე, თუ რა პირობებს ვითხოვთ, ერთია რომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ეს თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია ამ მოთხოვნის ირგვლივ ხდება, მაგრამ გეთანხმებით, რომ გაცილებით მეტი კონკრეტიკაა საჭირო იმისთვის, რომ ეს კონკრეტიკა გავაცნოთ საზოგადოებას. მაგალითად, მხოლოდ კალენდარიშვილის გაშვებით გეთანხმებით, რომ არაფერი არ იცვლება. თუმცა, თუ კალენდარიშვილის გაშვებასთან ერთად ჩვენ ვუშვებთ სუსის უფროს შინაგან საქმეთა მინისტრს. ანუ ამარცხებთ ბიძინას არჩევნებამდე ესე გამოდის. ნუ, იცით რა არის? ეს ამ მოცემულობის გარეშე არჩევნებში შესვლა არის ფარსში მონაწილეობა და რეჟიმის გაძლიერება და განმტკიცება ნაცვლად იმისა, რომ ხალხს მისცე რეალური არჩევანი. იმიტომ რომ ივანიშვილი იგივე არჩევნებს ჩაატარებს, იგივე თამაშის წესებით, ისევ დაშინებით, ისევ შანტაჟით, ისევ რუსული ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ჩვენი ბევრი განსხვავებისა, არც ერთი პოლიტიკური ძალა ამას არ დათანხმდება. და იქ არსებობს სხვათა შორის ბევრი გამოსავალი, რომელიც მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების გარეშეც შესაძლებელია. თუნდაც შინაგან საქმეთა მინისტრის, სუსის უფროსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხელმძღვანელის, ანტიკორუფციული ბიუროს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის პირობებში იქ შესაძლებელია თქვენ საკუთარი გვარი ახსენეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, მაგრამ მე მახსენდება მაგალითად ძალიან
ბევრი ადამიანის სახელი და გვარი, რომელსაც ვფიქრობ, რომ ექნება მაღალი საზოგადოებრივი ნდობა, რომ ის იქნება მიუკერძოებელი, რომ ის იქნება დამოუკიდებელი, რომ ის რეალურად მოემსახურება საქართველოს მოქალაქის ინტერესს, როგორც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, თუ CESCO-ს თავმჯდომარე, იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს ტრანზიციული პერიოდი გაიაროს და შემდეგ მოკითხეს უკვე კომპლექტაცია ყველა პარლამენტის. აი ამის მნიშვნელობას რამდენად როგორ ფიქრობთ, აი აჩვენებთ თქვენ, როგორც აი პროტესტს, რომელიც უწყვეტია და იმ ხალხს, ვინც ქუჩაში დგას და ასევე ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც, არ ვიცი, იმიტომ რომ თუნდაც ივანიშვილმა მათაც რო უთხრას, რომ აი ითხოვენ ახალ არჩევნებს, აი ნიშნავ ახალ არჩევნებს და აი რაღაცა აი ამ მარტივი გადაწყვეტილებით შეძლოს აი ამ კრიზისიდან თავის დაღწევა, ხო? აი რამდენად არის ამაზე რაღაცა ვფიქრობთ თუ არა, უფრო მეტი ყურადღება არის დასათმობი, რომ ისევ ქართულმა ოცნებამ არ დაიწეროს, თქვენ ვიცი რა თქვენ ამას ითხოვდით, აჰა ბატონო, დავაკმაყოფილე აგერ. არა, იცით რა არის 2000 თუნდაც 20 წლისგან განსხვავებით, სადაც შარლ მიშელის პროცესი წარიმართა, რომელიც ასევე ერთგვარი ფარსი იყო სამწუხაროდ, ხო, და ასე აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, მათ შორის მაშინ, როდესაც ოცნებამ დეზავუირება მოახდინა საერთოდ ამ შეთანხმების. ასეთ ფარსში უკვე აღარავინ შეყვება ივანიშვილს, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ გვაქვს ეს ნანახი და ბევრჯერ გვაქვს ეს გამოვლილი. ამ შემთხვევაში გულისხმობ არამხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვს ივანიშვილის აი ამ მისი ტერმინოლოგიით რომ ვთქვა ტრიუკების, სადაც ის მუდმივად თუნდაც მას აყავს ტყვეები, ადამიანები, ტყვეების სახით და შემდეგ მანიპულირებს მათით და მათი თავისუფლებით ვაჭრობს. და არა მხოლოდ ზოგადად სავაჭრო მონეტად იყენებს ადამიანების თავისუფლებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის ბედით თამაშობს ის მუდმივად საკუთარი ინტერესების გასატარებლად, მაგრამ არა მხოლოდ ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა ჩვენი ამ ხანგრძლივი და მწარე მეხსიერებით ივანიშვილის ხრიკებისა, არამედ მე ვფიქრობ არც ერთი პოლიტიკური ძალა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მთავარი მოთამაშეა, მე ვიტყოდი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის, ამას ნამდვილად არ მიიღებს როგორც დათმობას. კი, მაშინ ამას ვეკითხავ, ქალბატონი, აი რატო უნდა წამოვიდეს მაშინ, აი რა აიძულებს ივანიშვილს, რომ რაღაცა ის მოცემულობა შექმნას, რაზეც ჩვენ საუბრობთ, დათმოს ძალოვანი უწყებები, დათმოს იქ არ ვიცი ანტიკორუფციული სააგენტო, CESCO ასე შემდეგ და თან ხელახალი არჩევნებით ჩაატაროს რაღაცა სამართლიან კონკურენტულ გარემოში. ხო, აი რა აიძულებს ამას? აი სად ეტყობა, რაში ეტყობა ბიძინა ივანიშვილს, რომ ის ამ სცენარს უშვებს, რომ დამარცხდეს, იმიტომ რომ იგივე თუნდაც როდესაც საუბრობთ მის ფულზე, რაც ყველაზე მეტად ვიცით, რომ მას უყვარს და აღელვებს და ადარდებს, ხომ? სანქციების ნაწილი თუნდაც, აი ჩვენ ხედავთ, რომ მართლა რაღაცა ისტერიულად არეგისტრირებს მისი ოჯახის წევრების სახელზე აქ კომპანიებს ერთი მეორეს მიყოლებით და იქ სადაც ალბათ რაღაც საფრთხე იგრძნო, მოაქვს ეს ფული აქვს, ხომ? ესე იგი, ანუ ადამიანს, რომელსაც ეს თავისი ყველაზე მეტად რაც აღელვებს ამ ქვეყანაში მოაქვს, ეს არ გავს იმ ადამიანს, რომელიც რაღაცაზე დათმობაზე წამსვლელია, ან ამ ქვეყნიდან წამსვლელია, ან ძალაუფლებაზე უარის მთქმელი. ხო, აი მაშინ რამ უნდა აიძულოს ეს ადამიანი, რომ აი ამ ყველაფერზე წამოვიდეს, იმიტომ რომ ვიღაცა ზემოდან ეხა ზეციური ძალა ყურს რო ვერ აუწევს, ამასაც ხვდებით. ხო, აი რა უნდა მოხდეს მაშინ? ხო, ზეციური ძალა როგორც ყურის ამწევი და როგორც წნეხის განმახორციელებელი ივანიშვილზე ჩემი აზრით არის სწორედ ის ეკონომიკური შედეგები, ის ფინანსური შედეგები, რაც მას და მის გარემოცვას დაუდგებათ. თქვენ ძალიან სწორად ახსენეთ ის, რომ ის ისტერიული სისწრაფით არეგისტრირებს სხვადასხვა კომპანიებს, სხვადასხვა ოჯახის წევრებზე. ჩვენ ასევე ვიცით ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა მათ შორის თქვენი ტელევიზიის მეშვეობით, რომ მისი ოჯახის წევრები იძულებული არიან ივანიშვილის მსახურებად ქცეულ დიპლომატებს გამოართვან შავი ჩემოდნები, რომლებიც სავარაუდოდ იაპონური არტეფაქტებით არ არის დატვირთული და სავარაუდოდ დიდი ოდენობით ნახტფულზეა საუბარი, რომლებსაც ისინი იყენებენ იმისთვის, რომ შეჩვეული ცხოვრების ხარისხის დონე შეინარჩუნონ, მაგრამ დიდხანს ისინი უბრალოდ ამ დიპლომატიური ბრჭყალებში გზავნილებით უბრალოდ ვერ გასტანენ, იმიტომ რომ ასეთი ეკონომიკური იზოლაცია უდიდესი წნეხი და
მოწოლა რუსეთის უზარმაზარ მრავალ მილიარდიან ეკონომიკაზეც კი და პუტინის გარემოცვაზეც და თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორ გაცილებით უფრო მოწყვლადი იქნება და არის ბიძინა ივანიშვილი და განსაკუთრებით სხვათა შორის მისი ფინანსური კორუმპირებული ეს კლეპტოკრატიული ელიტა, იმიტომ რომ ის თავად ემზადებოდა ამ სანქციებისთვის, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ჯერ კიდევ როდესაც ხდებოდა რუსული კანონის მიღება, მაშინ სხვათა შორის მთელი აქცენტი უკვე ქუჩაზე იყო გადატანილი და მახსოვს ერთეული პარლამენტარები ვიყავით საპარლამენტო დისკუსიაზე დარჩენილი, როდესაც ივანიშვილმა გამოიტანა ეგრეთ წოდებული ოფშორების კანონი, სადაც რა თქმა უნდა ღიად საუბრობდით იმაზე, რომ ეს მასზე კონკრეტულად მისი ფინანსური აქტივების დასაცავად იყო მიღებული და ის ამ მოცემულობისთვის, ამ კონფიგურაციისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა, თუმცა ბოლომდე და სრულფასოვნად ვერასდროს მოემზადებოდა ამისთვის, განსაკუთრებით თუ სასანქციო პოლიტიკა გაგრძელდება, თუ ის მოიცავს მის ოჯახის წევრებს, თუ დიდი ბრიტანეთი ასევე ამოქმედებს ამ სანქციებს, იმიტომ რომ ვიცით რომ მას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი აქტივი აქვს ბრიტანეთის ოფშორულ ტერიტორიებზე დარეგისტრირებული და რაც მთავარია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ტყუილად არ ვახსენებ ხოლმე ირაკლი რუხაძეს, ძმებ ფხაკაძეებს, ვანო ჩხარტიშვილს და სხვა მასთან შეზრდილ კორუმპირებული ფინანსური ელიტის წევრებს, რომლებიც ასე ვერ იქნებიან სრულ იზოლაციაში დიდი ხნის მანძილზე. დიდი მადლობა თინა